თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა წვევამდელები ფიცს საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. 26 მაისს ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ჩატარდა პირველი რეპეტიცია თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით. სამხედრო კომპონენტში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ახალწეულების მიერ სამხედრო ფიცის დადება და წესად ტრადიციულად ახალწეულები მიიღებენ დადებენ ფიცერისა და ქვეყნის წინაშე თავისუფლების მოედანზე და ასევე 12 რეგიონში ქვეყნის მასშტაბით. მის შემდგომაც ახალწეულები შეუერთებიან თავდაცვის ძალებს და გააგრძელებენ ეროვნულ სამხედრო სამსახურს.